მოგესალმებით მეგობრებო, როგორ გძანდებით, ჩვენ ვიწყებთ გადმოცემას, რომელსაც ქვია 3 და კო. დღეს ჩვენი ძმაკაცი ბერლინიდან არ ჩაგვერთვება, იმიტომ რომ იქ 3 საათით ადრეა და რაღაცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა და კინოს იქნება ეშველოს. კინოსთან დაკავშირებული შეხვედრაა. მოდი დავიწყოთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ბრუნდება ღალატის მუხლის სამშობლოსი, fake news-ების წინააღმდეგ BBC-ზე და ინგლისზე მორგებული კანონმდებლობა შემოდის და დაიწყო მუშაობა, ხსტომები დაიწყო რეჟიმის, ნაცრეჟიმის დანაშაულების საგამოძიებო კომისიამ თეატრალური. ეგ არის უკვე ძალიან ნამდვილი და რეალური პოლიტიკის წარმოების პროცესი. ესე იგი ჩვენ გვაქვს რეალობა როგორი. პოლიტიკური პროცესი წარმოებს ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისგან საპარლამენტო უმრავლესობისგან, ხოლო მეორე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც მეგონია აგენტურა დავარქვათ, მის მხრიდან წარმოებს რაღაცა ჭარბი რეალობა, ისევ სიგიჟე, დივერსია, რაღაცა ყვირილი, წივილი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რა დაანონსდა მმართველი გუნდის მიერ? ხო. აი ნახე, ხო ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მე მაინც გამოვარჩევდი იმას, რომ რიგ კანონებში იმ საკითხის და იმ პუნქტების ამოღება, სადაც NGO-ების თანამონაწილეობით უნდა მოხდეს შემოქმედებითი პროცესი. ეს არის მთლიანად ჩადებულია USAID-ის და მათი მეცადინეობის მიხედვით, რომ კანონშემოქმედებით ნაწილს, მაგალითად აი როგორც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც არის სახალხო დამცველი და ასე შემდეგ, რომ შენ კონდეს, ესე იგი გარე ძალას კონდეს გარკვეული კონტროლის მექანიზმები, სამოქალაქო საზოგადოება, კონდეს არევის მექანიზმები, კონდეს შანტაჟის მექანიზმები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი პოსტკოლონიური სახელმწიფოდან ჩვენ აი ანტიკოლონიალისტურ მოძრაობა თუ რამე შეიძლება დავარქვათ, ეს იყო ბოლო 2 წელი, რაც განვახორციელეთ, ჩვენ როგორ ველაპარაკეთ დასავლეთს, ეხა კანონშემოქმედებითი მიმართულებით რას ვაკეთებთ. ასევე უნიშნულოვანესია, რომ რეჟიმის სახელდება ხდება, მე სულ ამას ვამბობდი, რომ ესე იგი სამეცნიერო მიმართულებით თუ დიაგნოზი არ დასვი, კურნალობას ვერ დაიწყებ. ჩვენ თუ სახელი არ დავარქვით, რა რეჟიმი იყო, ხვალ ისევ ის რეჟიმი შეიძლება განმეორდეს და ეს სამშობლოს ღალატი სხვა შორის სიმბოლური იყო, რომ აგვისტოს ომამდე იყო ამოღებული ეს. მოძრაობამ გააუქმა. ხო, სამშობლოს ღალატის საკითხი. დანარჩენი უკვე სამშობლოს და ეს თქვენ ნახევარში უნდა სამშობლოს ღალატს რაც შეეხება, ცხადია ვინ არის ახლა ადრესატი აი ამ მუხლის პირველ რიგში მე მგონი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დადის და ღალატობს, ყოველდღიურად ღალატობს, მაშინ როცა კონსტიტუცია დაარღვია ჯერ კიდევ იმ დროიდან, მაგრამ ყოველდღიურად ღალატობს ჩვენ სიტყვას ქვეყანას და აცხადებს თავს ვითომ ლეგიტიმურ წარმომადგენლად იდიოტებმა ევროპიდან ხარი დაუჭირეს მას სრულად უკანონოდ და გვიფუჭებს საქმეს. რბილად რომ ვთქვათ, ვრედნობს, მაგრამ ეს ძალიან რბილი ნათქვამია და ამის ეს რა თქმა უნდა არის სამშობლოს ღალატი. ასევე ეს მეხუთე კოლონა, ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. მეგობრებო, რატომ გვაქვს ამის ისტორიული შანსი ახლა, რომ საბოლოოდ ეს გიდრა, ეს გველი გავსკისოთ, ხო? პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ეს შანსი მოგცა ტრამპმა, მადლობელი უნდა ვიყოთ მისი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვანხორციელებთ იმას, რაც მსოფლიოში დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში არის უკვე ტრენდი. ჩვენ უსმინეთ ფანტასტიკურ გამოსვლას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, რომელსაც შოქში ჩააგდო ევროპა. იქ ბევრი რამ იყო ნათქვამი, მაგრამ თავარი იყო ის, რომ ევროპა აცდა დემოკრატიის გზას, ევროპა ავტორიტარიზმის გზას დაადგა, ევროპა დაადგა კომუნისტური, მემარცხენე, ბოლშევიკური შეიძლება ითქვას ცენზურის გზას, იქ ბევრი მაგალითი იყო მოყვანილი და ამერიკამ, როგორც ამ ამერიკამ, კონსერვატიულმა ამერიკამ, ტრამპის ამერიკამ მოუწოდა ევროპას, რომ ნუ გეშინიათ ხალხისო და ნუ გეშინიათ არჩევნებში იმათი გამარჯვების, ვისაც მეტი ხალხი აძლევს ხმასო და რუმინეთის მაგალითი მოიყვანა. რა დღეში არიან ლიბერალური ელიტები? აქ არის ესეთი კრისტოფერ ჰიუგსგენი, რა ვიცი, რომელიც არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსი დირექტორი. ჩვენ ტიტრებით დავადეთ მას, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქალური ვიდეო. რა დამართა ტრამპმა ამერიკელმა
პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტმა, ისტორიულმა პრეზიდენტმა შეიძლება ითქვას, რა დამართა ევროპელ ბიუროკრატს. აი ეს დამართა. ყველაზე კარგად კადრები მეტყოლებს და არა ტექსტი. გაუშვით შეიძლება. With Ewald von Kleist, this conference started as a transatlantic conference. After the speech of Vice President Vance on Friday, we have to fear that our common value base is not that common anymore. I'm very grateful to all those European politicians that spoke out and reaffirmed the values and principles that they are defending. No one did this better than President Zelensky. Let me conclude, and this becomes difficult. მე ერთი კადრი მახსოვს და არ ვიცი შენს გინახავს. მე ლაივში უყურებდი 99 წელს, როცა დაინგრა ბერლინის კედელი და რა ხდებოდა. ეს რა თქმა უნდა ესეთი მნიშვნელობის ეპიკური კადრი არ არის, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ტრამპი არის მხოლოდ მე რამდენი დღე 25 დღეც არ არის, ხო, რაც ინაუგურაცია მოხდა. აი ეს კადრი, აი ამ ტიპის, რომელიც არის როგორი ევრობიუროკრატი, იცი? და ზელენსკი გაახსენდა ამ დროს და ტირის მასზე რა. ეს კიდე სხვა кейსი არის ხა შენ ბერლინის დაანგრევას რო არა, ეს ინგრევა, მე ვუყურებ დაანგრევები რო შევადაროთ, ეს ინგრევა, ეს ინგრევა ლიბერალური, საშინლად ფსევდოლიბერალური ბოლშევიკური შეიძლება ითქვას დღის წესრიგი ევროპაში. მოდი ხა იცი არა, ეხა რა ვთქვათ, ზოგადად დიდი რაღაცა მეტანარატივები, როდესაც ინგრევა სხვა შორის სოციოლოგიური მიმართულებითაც სუიციდების რიცხვი იმატებს. მაგალითად საბჭოთა კავშირში ესე იგი შენ გამოგეცალა ძალიან სერიოზული წესრიგი და თქვათ სტერეოტიპული სისტემა და მთელი კონსტიტუცია ჩამოგენგრა, ჩათვალე. მაგრამ ეს კიდე სხვა кейსია. ეს არის ლიბერალური ეს არის სრულიად სხვა кейსი. ამათაც ეინგრევათ დიდი მეტანარატივი, მაგრამ ეს კიდე სხვა რაღაცა ლიბერალური საკრალიზაციის საკითხი აქ რწმენაზეა. ეს სხვა რამის გამოტირის. ეს მართლა იცი რა არის შვედეთში რო იძახიან ხო იცი ვიკინგებიდან ძიძაკაცებამდეო. აი ეს არის რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა ევროპის სრული დემილიტარიზაცია და დემასკულინიზაცია და ფემინიზაცია. კი ბატონო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის მერე იყო ეს პროექტი, რომ ფემინიზაცია და კი ბატონო, სანამ კაცები იყვნენ იქ ეს დეგოლიც კიდე იყო ვთქვათ რეფლექსი, არა, კიდე რეფლექსი, ხო, თორე პროექტად ეგ იყო რა, რომ ტეჩერი მაგალითად ასევე, მაგრამ წავიდა ეგრე. არა, ნუ ეხა ჩვენ რაც ნახეთ, ეს არის, ნუ არ ვიცი, მართლა ჯერ ანუ მართლა სასოწარკვეთას არის მიცემ ძიძაკაცები რა სასოწარკვეთ ანუ ხო ხტები ეს არის ვინ არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსი და ჩვენ ისე გვაყვედრიდან რომ აი სალომე მიძის და თქვენ სათხარ ამათი გაშეგნილი ამის უსაფრთხოება ხტები ანუ ამათი უსაფრთხოება უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს თორსა თვითონ არის საზრუნი ბიჭო გარშემო არიან როგორი ხალხი ისე შეიძლება არა გინდა მეზობელზე აიღე გინდა რეგიონზე გინდა ახლო აღმოსავლეთზე ანუ როგორი მეომარი ხალხი და ეს რო ტირილს დაიწყეს ვინ ანუ რა შემაკაობელი მექანიზმი ევროპას ამერიკელები ევროპას ეუბნებიან რომ თქვენ ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოუშვით მასკულინური მუხტი შემოვიდა სხვა მე არ ვამბობ არავის დამცირება არ მინდა რა ევროპისთვის სრულად უცხო ტრადიციების და ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის, ეთნოფსიქოლოგიის ხალხი შემოვიდა თქვენთან. ეგ არ არის შავ არც დამცირება, არაფერი. შეხედე ძალიან ეგ არის გზნობად ობიექტურელობა, სრულად გაზომვადია. ეგ ნახე სიტყვაზე ავიღოთ, გერმანიამ და საფრანგეთმა მიიღეს პირდაპირ დათვლით ყველაზე მეტი თქვათ ლტოლვილი, მაგრამ პროპორციულად ეს პირველი სირიის კრიზისი რო იყო და არაბული გაზაფხულები და შემდეგ აფრიკის საკითხი ხო აი 2012-დან 13-დან პროპორციულად შვედეთი და უნგრეთი იყო, სხვა შორის უნგრეთის საკითხი იქაურია ეს კონსერვატიული მუხტი ამან კი ამანაც განაპირობა ორბანის მიმართულება. ნახე, აი სიტყვაზე რო ავიღოთ შვედეთის მაგალითი, თანამედროვე ევროპელი არის რა
ნიჰილისტური, დეზორიენტირებული ახალგაზრდა და რატო ვამბობ ამას? ფილმიც არის გადაღებული ხალიფატი Netflix-ის, სადაც შვედი ახალგაზრდები მიდიან ISIS-ში ჩასაწერად და შვედი გოგოების სურვილი და ოცნება არის რაკას ჩავიდნენ და გახდნენ მეოთხე და მეხუთე ცოლები. და მე რო ჩადიან იქ რეალობას ხედავ, დანიიდან ძალიან ბევრი წავიდა, ანუ დეზორიენტირებული ახალგაზრდა, რომელსაც რაღაცა რეალობის შეგრძნება აქვს გამქრალი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ცხოვრება ჰქონდა, ძალიან ყველაფერი დაკმაყოფილებული, ღელავდა ვეშაპებზე, ღელავდა ეკოლოგიაზე. არც ღელავდა. ხო, ნუ ეს იყო მისი საქმე. და ამ დროს შედის უმრავლესობა, რომელიც არის მე რელიგიაზე და იმაზე კი არ ობიექტურად, სადღაც ნუ აფრიკული ქვეყნებიდან, რომელსაც ესე იგი ჯერ ვიტალური საკითხები აქვს ხო, შიო და მეორე შედის სუნიტი, მუსლიმი, რომელსაც ძალიან მყარი წარმოდგენა აქვს სამყაროზე და ამას მწვევადი აქვს. და რომელიც მზად არის თავის იდეალებისთვის, ყველაზე მთავარი სიცოცხლე გაწევა. ჩვენ ჰეგელიდან ვიცი, რომ რა არის ბატონისა და მონის დიქოტომია. ბატონი, დიალექტიკა, ხო, დიქოტომია. ბატონს შეუძლია ღირსებისთვის, არამატერიალური ფასეულობისთვის სიცოცხლის გაწირვა, ხოლო მონას ანუ ფილისტეს ეს არ შეუძლია, მაგრამ აქ კიდე სხვა რამე ახალი ამბებია. სანამ ამაზე გადავალთ, რა ერთი ისე ვთქვა, რომ შეიძლებაო, ესე იგი, ნუ ძალიან სერიოზული ცვლილებები ხდება რუსეთ-უკრაინის მიმართულებით. ჩვენ ესე იგი ცენტრში რა მოხდება, იმაზე ვართ ძალიან ორიენტირებულები. ეხლა ვიზა და MasterCard-ის გადახდის სისტემა შეიძლება განახდეს რუსეთში. რაც ნიშნავს SWIFT-დან ჩართვა. ეხლა ნახე, ჩვენ როცა გველაპარაკებოდნენ, ეგ არის ძალიან საინტერესო кейსი, რომ თქვენ მოდით სანქციებს შეუერთდით. რუსეთს რომ მე აქეთ დაეწესებინა ყველაფერი. აი ეხლა რომ მოუხსნიდნენ რუსეთს, მე რუსეთს ჩვენ როგორ მოგვიგონდება? ხო ჩამოვიშლებოდ. ანუ ხდები რა, აი ღალატის მუხლი მაგათ უნდა შეეხო. ბლუმბერგმა დაწერა რომ სავსებით შესაძლებელია ამ ახალ მოლაპარაკებაში, ანუ ტრამპმა დაურეკა პუტინს. ეგ ვიცით უკვე და უთხრა რომ ცეცხლი შევწყვიტოთ. პუტინმა უპასუხა, რომ ერთჯერადი ესეთი შეწყვეტა არ მაწყობს გლობალურ უსაფრთხოებაზე მოვილაპარაკოთ. დათანხმდა. და ამავე დროს ამ მოლაპარაკებას არ ესწრება არც უკრაინა, არც დაესწრება და ევროკავშირი ხო საერთოდ დაშუაშია, ხო? ანუ კუთხეში დააყენეს რა. და ეხლა არის ესეთი ამბავი ბლუმბერგში წავიკითხე, რომ შეიძლება ბალტიის პირეთიდან ჯარი გაიყვანოს ამერიკამ ამ მოლაპარაკების იმაზე რა ქვია, საფუძველზე, ხო? ანუ ხო, ამასობაში ეხლა ამერიკაში რა ხდება, მეგობრებო, ილონ მასკმა გამოიკვლია სოციალური დაცვის პროგრამა, ხო? და ამოიღო თანხები, რამდენი არის დახარჯული ასაკის მიხედვით. და გავუშვით ხელი თუ შეიძლება რა, ტრამპიდან არის. ტრამპი რა იყო მასკიდან. აი, ხედავთ რომ 100-დან 109-მდე 4,700,000 ადამიანი არის ამერიკაში. მაგრამ მე მოდის სასწაული 130-დან 139-მდე 4 მილიონი, 140-დან 159 წლამდე ადამიანების 3,548,000. და აქ წარმოიდგინეთ არის 200-დან 209 წლამდე და ასე შემდეგ. 360 წლის ადამიანიც არის დაფიქსირებული ბაზებში. ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია, იყო უდიდესი კორუფციის წყარო, 360 წლის ადამიანი. ანუ ბაზაში ეგდო ეს ტიპი ვიღაცა. 9 ტიპი. ერთი ტიპი უკაცრავად. 240-250. იყო ერთი ტიპი, რომელსაც აძლევდნენ ფულს ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა ეს ტყუილია თავიდან ბოლომდე. სად მიდიოდა ეს ფული? აი ამასაც გადაარჩინა ჩვენმა ძვირფასმა ტრამპმა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უკვე მომწონს ამერიკა. მოდი გავუშვათ მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასწაულ რაღაცას ამბობს. დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავჯდებით. იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, საშუალება გვაქვს ჩვენ რომ აქ ბალანსი მივიღოთ. ჩვენ ვერ გადავკეტავთ, ესე თქვათ, კავკასიონს, ბუნებრივია და ვერ ვეტყვით თუნდაც ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე. რუსეთი მეგობრებით სამყავს და ძალიან მაგრა ვიცნობ რუსულ კულტურასაც, პირდაპირ გეუბნები. აჭიკჭიკიდან სხვა ეს გამაინტერესებს. გასაგებია ხო და მარტო არ დავჯდებით რომ რას ნიშნავს. ევროპა დააპაშოლა რუსეთმა და ტრამპმა უკრაინაზე მოსალაპარაკებლად. უკრაინა დააპაშოლდა და ჩვენ ვისთანაც უნდა დავჯდეთ. ბიჭო, ამან იგულისხმა მარტო არ დავჯდებით, ანუ მე და ბადრიო გრიგოლიც იგეგნება. მაშინ გეგელიაც და წაიღო. ხო, გეგელიას გარეშე გამბავი არ გამბავი. უბრალოდ მე წარმომიდგენია სურათი რომ პუტინი ელაპარაკება გეგელიას. გრიგოლ გეგელიას ძალიან მაგარი იქნება.
არა ეს თან მარტო არ არის. არა, ოღონდ გრიგოლს აქვს თავისი მოთხოვნები, თავი ამბები. ჯო ვილსონს აღმერთებს თუ ესე არ იქნება ჩვენ მივიღებთ გეგელი ეუდება, ხო? გეგელი. ხო, ანუ თან ეგრე კი არ არის, ეგრევე თქვა რომ ჯერ ხო იძახდა ეს დებილი ესა. გვირაბს მოაშენებთო იქო. იმიტომ რომ ტანკები შემოვიდნენ. ეხლა იძახის რომ ვერ დავკეტავთ ეხლა კავკასიונს ისინი გაივლიან. ხო, ვერ დავკეტავთ კავკასიონს, როცა ეგ უნდოდა. სანქცირებული ტვირთი გადისო, ჩიპები. ამის მეგობრებო, აი ამის ამომრჩეველი ბიჭო, გადაჭირჭიკდებიან შალვა რა გჭირს შენ კიდე ეხლა ნაციონალური მოძრაობა იყო პარტია, რომელსაც აი ძალიან მარტო ლელო ხო გასაგებია რაც არის, ლელო არის რა არის? გაუგებარია სხვა შორის, აბა მითხარია. პირველ რიგში ეგ არის, რომ ესეთი ეკლექტური ძალა, სადაც შეღრილი არ მინდა თქვა, სადაც ხო რაც თავმოყრილი არის რაღაცა სოციალისტი მემარცხენე და ბანკირი, რომელსაც ჰქონდა ეფექტური 49%, ანუ აი ნაცისტის და ებრაელის კოლაბორაცია დაახლოებით გიგაბუკერია და ნინო ბუჯანაძე რო გაერთიანდნენ დაახლოებით ეგ კალიბრი ფანჯატურში არ აქვს პარტიას იდეოლოგია ლელოს რაღაცებს ვითომ ითვლიან და ყველა გირჩელი მაგაზე იღადავება რომ არითმეტიკა ისწავლეთო მერე ხო ნუ აი სრულად მე მართლა არ ვიცი ლელოს ამორჩეველი რა ტიპია რა გახარიას დაახლოებით ვიცი კიდე უფრო მაგრამ ლელოს ამორჩეველი არ ვიცი მოდი ნაცებზე ვილაპარაკოთ ვინ შექმნა ეს რუსული ანტირუსული ისტერია რა ყველაზე მაგრა ბიჭო რო გავიხსენოთ ყავდათ ესე იგი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლო ვაშაძე რომელიც ამბობს რომ მეო რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და 2 აგვისტოს ომის დროს როცა ლაპარაკობდა ამბობდა რომ მე რუსული კულტურის შვილი ვარო ამ საპრეზიდენტო კანდიდატ მარათონის დროს სალომე ზურაბიშვილს რომელსაც ეხა აღმერთებენ დასდევდნენ კვერცხებით რომ შენ ხარ რუსეთუმეო ხო და ასე შემდეგ. რუსეთუმე კი არა, რუსეთის აგენტი. რეზიდენტი სალომე. კიდე რაღაცაც იყო, მაგრამ რეზიდენტი. ყავდათ ნაციონალურ მოძრაობაში აი მამუკა გამყრელიძე თუ არ ვსწრებ, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო სამკურნალო დიქტატორია ხოლმე. ყავდათ ხო, ცესკას. იძახდა რატო უნდა თქვა. ხო, ცესკასთან მოთამაშე ჩომახიძე და კარგი წყალბატონი. იქ არის დაბრუნდა. რომელსაც ქალაქშია. ყავდათ ერთი წამი, ყავდათ ის ბიჭო მთავარი არქის ნაყოფია შვილი ვაფშე იგაური მოქალაქე და ასე შემდეგ და ამ დროს ასევე ყავდათ ლაკა ხოშტარია რომელმაც გიმო დაამთავრა სამჯერ მე მგონი და თუ იქ რაღაცას არ მიიღეთ მესამე არის მე მგონი არა სამჯერ არა ორჯერ მაგრამ მეორეს რაღაცა ის ეტაპია სადაც ფულიც აღარ წყვეტს იმენა თუ რაღაცა აგენტურაში არ შეხვედი ხო ვერ ამთავრებ მიშა სააკაშვილი რომელიც ამბობდა და ვანო ბერაბიშვილი და ეგენო ფულს უნი არასდისო და რუს ტურისტებზე უნდა ავაგოთ ყველაფერიო ის ანუ შალვა ეს არის ხალხი რომელიც ერთი თვეც არ დაჭირდებათ ისე გადააწყობენ რა ერთი თვე გადაერგვა ანუ ელენე ხოშარია ხო ამბობდა რომ პირდაპირ ფრენები რუსული ალბათ იცის ელენემ და ანუ შეიძლება ხაზარაძეს უთქო შენ რა იცი რუსული კულტურა როცა რუსული კულტურა ვიცი კი ბატონო და ელენე რუსული კულტურა ელენე ხო ამბობდა რომ პირდაპირ ფრენები თუ დაინიშნაო მე ვარ პასუხისგებელი რომ არ ვერაფრინდება თვითონ არა იქო გავწევიო ეხა ნახე პროსტა ყველა ქალაქში დანიშნავს კი არა აი დანიშნავს რა სად დანიშნავს კაცო არა იმას იზავს მაგას ესე ექნება თავზე ბუზიონოკარო ხუთი ვარსკვლავი მოდი ახლა სალომე ზურაბიშვილის საინტერესო კომენტარია მეგობრებო იმიტომ რომ აფერ საინტერესო ამაში არ არის მაგრამ ვენესუელას როგორ მოიხსენიებს ეს ცნობილი დიპლომატი და ნაპრეზიდენტალი კი არა პრეზიდენტს ხო იძახიან ესენი გავუშვათ თქვენ თუ იმას ელოდებით რომ მე დავტოვო ქვეყანა რომ მე დამიჭიროთ მხარი როგორც ვენესუელის პრეზიდენტს როცა უკვე აღარ არის საინტერესო ანუ ყველაფერი გამიგია მართლმადიანობა გამიგია ვენესუელა ფრანგულად ეგრე არის არა კაცო რა ინგლისურადაც სხვანაირად არის და აბა ვენესუელა ბიჭო ვენესუელას ადამიანი რო ამბობს მან ხო პროსტა დამთავრებული არის აი რა ვიცი ხა ვენესუელა ქართული არის ის ცუელა რო ცუდი არის ცუილს რო ნიშნავს სულთან რო არის ახლოს ვენესუელას ოღონდ როგორც მე არ წავა მე როგორც ვენესუელას პრეზიდენტსო და დამიჭიროთ ხარ ეგ არ მაწყობს ვენესუელა
ვენესუელა და ამის დედაცვატილი კი ბატონო. ვენესუელა, კაი, ეგ სიტყვაზე გავაკრიტიკეთ და შინაარსით რა შუაში. შინაარსი თქვა რომ მე არ წავალო. თქვენ თუ გონიათო რომ მე უნდა რომ გავიქცევო მე როგორც ვენესუელას პრეზიდენტს უჭერთო ხარს ხო ვექნა იმ ვენესუელას პრეზიდენტმა. ვერაფერმა ვერ უშვა და ხა მოელაპარაკება მადუროს ალბათ ტრამპი რაღაცაზე. ყველა ვარიანტში მოელაპარაკება, იმიტომ რომ თავისი კონტინენტია და ეგრე არ გამოდის რა. და ნავთობით ყველაზე მდიდარი. ხო და არ გამოვა ეგრე რა, ეხლა და ყველაზე მდიდარი. თუ ზელკა შედგა ჩინეთის და რუსეთის იტყვის რომ შენს კონტინენტს არ ვეხებით რა. ეგრე მოხდება ხო მოდი პირდაპირ. იცი რა არის ჩინეთი იმდენად არის ეგეც ვთქვათ ლათინურ ამერიკაში შესული, გააჩნია შეხებაში რა იგულისხმება. მაგალითად გინდა ბრაზილია აიღე, გინდა არგენტინა, ანუ ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით, ანუ ძალიან ჩართული არის ეკონომიკურ აქტივობაში ჩინეთი. საპორტო მიმართულებაში მოიხსენებათ ჩინეთს განსაკუთრებით ეგ აინტერესებს რა, საზღვაო ვაჭრობა. რას ნიშნავს არ ვეხები, ცოტა გაუგვება ხა. სამხედრო ინტერვენციას ჩინეთი ისაც არ აწარმოებს. მოილაპარაკებთ, უნდა მოილაპარაკოთ. ვენესუელაში ახლა მაგარი ქვეყანაა ვენესუელა. მეგობრებო, ახლა რაღაც ძალიან მაგარი სკრინი გაიჩიტა. კარაკასი. ზელენსკის კვლევით უჭირავს პლანეტა. კი. ოღონდ რომელი პლანეტა არ არის? შეიძლება ვენერა. და მისი მორალურ-პოლიტიკური ვექტორი. ვერც ერთი მისი წინამორბედი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეძლებდა და გაუძლებდა იმას, ეს კაცი აკეთებს ამ ბუნდოვან რა ამერიკელებს უთხრეს უარი რადიკალიზმის ეპოქაში. თავის ქვეყანას ევროპას ჩვენ კი არა ამერიკასაც ეგ იცავს ვარდნისგან. ავად ყოფები არიან შალვა ესეთი არა ნახე რა არის ესეთ ქვეყანას და ასეთ ეგრეთ წოდებულ კრეატიულ კლასს თუ არც ერთ შემთხვევაში არ დავარქვევ პროსტა მოიხსენებ ინტელექტუალურ ელიტას ვითომ პროსტა არ უნდა ეს არის ყველაზე დაბალი თამასა ეს არის ფსკერი შემოქმედებითად ხო ბანკროტები არიან და ჯერ ამას რო დაწერ ეს რო მოგივა თავში აზრად რო დაწერო ესე იგი რაფსკე არც 60-იანების მოძრაობა არც 70 ანუ არაფერთან ევროპულთან კავშირი არ ქონია ბიჭო რა ის ზელენსკი და რა პლანეტა უჭირავსო ვექტორი როგორ პლანეტის მოდი დავიწყოთ იქიდან და ერთ რაღაცას ვიტყვი ზელენსკი თუ ესეთი გმირობა გააკეთა რომ ამერიკელებს უარი უთხრა რამეზე იძინა ივანიშვილმა იმდენჯერ უარი უთხრა და იმდენ რამეზე არ დაეთანხმა. არა ეს სხვა ამერიკა იყო მაშინ. ის კაია, ეხა ცუდი ამერიკაა. ეხა ამერიკასაც ებძვიან. ეხლა ის ესტონელი საშინელი ტიპი რო არის, ძალიან ძლევამოსილი. ესტონელი ჯადოქარი. საშიშელი. ევროპის სახელით რო ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესოსო ტრამპს. ძალიან ეშინია ტრამპს. მეგობრებო, დავიწყოთ ამის განხილვა არ შეიძლება, მაგრამ მორალურ-პოლიტიკური ვექტორი პლანეტის რომელია? ანუ ბევრი ვექტორია კუკა. არა, ერთია. რომელსაც ესტონელები ამბობენ. ლიბერალურის ბევრია, ძმა, არა, ერთადერთი. ანუ ესტონეთის ვექტორია, ხო? ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია არა. ვერც ერთი მისი წინამორბედი, ვერც ვერავინ სხვა ვერ შეძლებდა გაუძლებდა იმასაც ეს კაცი აკეთებს გაუმაზრობის და რადიკალიზმის, პოპულიზმი, გაუმაზრობა და რადიკალიზმი ტრამპს ეხება სწორედ. პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ გადავა. თავის ქვეყანას, ევროპას და ჩვენ კი არა, ამერიკასაც ეს იცავს ვარდნისგან. ანუ აი ეს უკვე ამერიკასაც იცავს. რანაირად იცავს ამერიკას? ანუ ამერიკა ხო გადავარდა უკვე. ხო, მაგრამ ვარდნის პროცესში. ეხა უკვე როგორი ამბავია. ესე უჭირავს გესმის და ხელი თუ გაუშვა ზელენსკი. ტრამპმა უთხრა რომ 500 მილიარდი მოკუკეო რა. ოღონდ ეს მომდევნო პასტავკები კი არა. რაც მოვიტანეთ იმის ფულიაო და ევროპას ეუნება ტრამპი რომ ჩემგან წაიღეთო იარაღიო, მე არ ვაპირებო იმისთვის მიცემას და აქეთაც ფული გადამიხადეთო. ანუ როგორი თემაა იცი რომ რა ვიცი გაუმაზრობა არის ეგა და ამათ როგორ უნდათ იცი ამ დამპლებს სხვის ხარჯზე უნდათ აი ამერიკის გადახდოთ და გადასახდოს ხარჯზე უნდა რომ ამან USAID-მა მიცეს რაღაცა ფული და იქ რო აი ლაშაბუღაზეს კონკრეტულად და მე ამან და კუშები პენცენტრი რო იყო რაღაც და მე ამან არის ეკნებოდა რა მე ამან დაგმოძრო ჩვენ ანუ ამერიკის შრომელები ტიპების ბიჭო პლანეტის მორალურ როგორი ვექტორიო? მორალურ-პოლიტიკური. მორალურზე თანახმაურია. პოლიტიკური ვექტორი როგორ უჭირავს კვილებით. მეგობრებო, მე ძალიან არ მინდა, მაგრამ აი ამ ზელენსკის ბუმბულს თუ გაატრაკა, ნახავთ ძალიან მალე. და სხვა შორის მე დავამატე, იცი რა თქვა ტაკერ კასონმა, 50% ამ იარაღისო, რასაც ვაკეთებთ ზელენსკისო. მექსიკელ ბანდებს
არა მარტო არა აფრიკაში მიდიოდა, მაგრამ მექსიკელებზე ჩვენივე დახმარებით ჩვენ გვიტევდა კარტელიო. ხო და აბა როგორ არის? აი იქნებ ჰაერზე თქვა. იქნებ აქვს მასალები. მასალები ექნება რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა რამეს მე რასაც თქვი ვექტორი. პლანეტის მორალურ პოლიტიკური ვექტორი. აი ნახე, რო ეთქვა რომ კონტინენტის მანდაც არასწორი იქნება. მე ვიტყვი რომ ზელენსკის უკრაინაშიც ვერ უჭირავს მორალურ პოლიტიკური ვექტორი. უკრაინაშიც კი გონჩარენკო რო შენთან მართალი იქნება, ესე იგი უნდა მიხვდე რომ მაგარი არასწორი ხარ. ბიჭო, გონჩარენკო ხო, როგორ არის? გონჩარენკოს ვერ გაურკვევია სად არის? გონჩარენკო მაგალითად ეხლა ბუბუღაძე გონჩარენკოს ხვდებოდა ალბათ როგორც აქრო იყო ჩამოსული გონჩარენკო და გამოვიდა გონჩარენკო იმაზე ბრადას ტრიბუნალზე და თქვა რომ კიმჩენ ხო, ანუ ჩრდილოეთ კორეას შეადარა. ჩუჩხეში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ერთი პრობლემა გვაქვს მეგობრებო, რომ მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც არ მოსწონს ქართული ოცნება რაღაც მიზეზების გამო და ოღონდ აღიარებს რომ წააგეს და ნუ აღიარებენ რომ რევოლუცია არ მოხდება, ვერ მოხდება და ცუდია. რეპრეზენტატიული ტიპები არ ყავთ, გიჟები ყავთ, ანუ მათ ხმას რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნუ თითქოს და გამოხატავენ, აი ეს გიჟები, ეს მართლა შეშლილი ხალხი. რას ვერ ხვდებიან, იცი რომ სოფლიო შეიცვალა. ანუ როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის და ევროპას თითს უქნევს და ეუბნება რომ შენ ავტორიტარების გზაზე დადექი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. როცა რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს ელაპარაკება უკრაინის ომზე და არც ერთი ევროპელი ახლოსაც არ არის და უკრაინელებიც კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ეს არის რევოლუცია. რაც მალე გაიგებთ, ხო ეს სასოწარკვეთილი ყვირილი არ არის საჭირო და იმ გერმანელმა იმ ტიპმა რომ იტირა, იმან გაიგო და მიხვდა. გაიგე? ძელი პრობლემა. ბიჭო, ილოღლონტი გაუშვათ ერთი ილოღლონტი. ვინ არის ილოღლონტი? просто ჯერ გაიტოვეს და იმათი ის რო არის, ბენდუქიძის ლუბინჩიკი იყო, ძალიან მაგარი როჯა. ძალიან ნახე რა საყვარელი ტიპია. შეხედე. უნდა გვესმოდეს რომ ეს რაოდენობები ამ ჯარიმების და ამდენად მათი არადვოკატურობა ასევე სხვა ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება თუნდაც ჩხრეკები Facebook პოსტების გამო უნდა გვესმოდეს რომ ეს შალვა რამიშვილიც ამდენიც არ უნდა ამტკიცოს აგონიას ნიშნავს ხელისუფლების შენ რო თქვი რომ აგონიაში არ ვართო აი გეცი პასუხი ხა დაუმტკიცე გერმანიის ხელისუფლება აწარმოებს ახლა ჩხრეკებს სხვა აევდესთან დაახლოებული ადამიანების Facebook პოსტების გამო ამ ადამიანების საცხოვრისებთან და გერმანიის ხელისუფლება პრინციპში აგონიაშია. ისინი მართლა აგონიაში არიან ბიჭო რა ვიცი ახლა გეცითქო პასუხი ილიას მიდი უპასუხო. რა უნდა უპასუხო? ძალიან რთულია ილიას რომ უპასუხო. ანუ ჩვენ ვართ აგონია ზოგადად არ შეიძლება აგონია დიდხანს გრძელდებოდეს, ხო ესეა? როგორც არ შეიძლება დიქტატურა 3 წელი, 6 წელი თუ რომელი წელია ყარდება დიქტატურა? ყველა წელი. 2014-დან ყარდება. აგონიაში, როცა ორგანიზმი აგონიაშია, ის ორგანიზმი მერტვა დაიფაროს ყველა ჩვენიანი და კვდება და რამდენი ხანი უნდა იძახონ, რომ მე გახსოვს, შეგახსენებთ, რომ როგორ დაიწყეს ამათ, რომ ოცნება არის უუნარო. გახსოვს ეგ თეზისი, რომ ოცნება არ მუშაობს, ოცნება უუნაროა. ნელ-ნელა გადავედით იმაში, რომ ჩვენ ავტორიტარული რეჟიმი მოყვა დიქტატურა. ეხლა თურმე ეს დიქტატურა არის აგონიაში. და რა პრობლემაა მე? კარგია. მე გეტყვი, ეხლა რეალობა რა არის, რომ ისინი ამ შიზოფრენიული სამყარო რას ნიშნავს? ძველბერძნულად, ხო იცი, გახლეჩვას ნიშნავს. ანუ როდესაც შენ სხვა რეალობები გაქვს. ამათ მართლა ჯერათ, რომ აგონიაშია ხელისუფლება, ამათ მართლა ჯერათ, რომ ზოგადი დისკურსი, მსოფლიო ტრენდები, ტენდენციები, პოლიტიკური ცვლილებები ამათ წისქვილზე ასხავს ხალხს. არ აინტერესებთ რეალობა, გზნობად ობიექტური რეალობა როგორია და მართლა ვამბობ, რომ აუშენოთ ერთი ლაზიკაში რამე პატარა ტერიტორია, ამათთვის რა აზრი აქვს? ეხა იქ უძინართამზეში როა, მაგის რა აზრი აქვს? ძალიან გაიგო. სოხუმშია თუ თბილისშიო. რა მნიშვნელობა აქვს ეხა თბილისში იქნებიან თუ ლაზიკაში? ეგონოთ რომ ვართ აგონიაში, ეგონოთ რომ всё დღე-დღეზე ინგრევა რეჟიმი და იქიდან რატო არა? მე მგონი რომ ამის საშუალება უფრო მარტივადაც შეიძლება, ეს შეიძლება უფრო მარტივად მოხერხდეს, იმიტომ რომ ის ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა სულ მალე ისეთ დონეზე მივა, რომ ადამიანებს შეიძლება სადმე ფიზიოლოგიურ ხსნარში ჩავსვათ ეს ლიდერები და ვირტუალური რეალობა გაუკეთოთ, რომ ისინი არიან სათვალეები ვაჩუქოთ. ხო, არა, ისინი არიან ისეთ ქვეყანაში, სადაც მართავენ
აი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, სადაც ისინი არიან მართველები, სადაც ამერიკაში, რა თქმა უნდა, იქ კამალამ მე მგონია რომ ეგეთ კარგ თამაშს არ იმსახურებენ. აი Roblox-ში დაჟე რაღაცა დაფიქსელებულ სამყაროში რომ შეუქმნა რამე ოთახი, ეგეც ეყოფათ. ეხლა სერიოზული თამაში თუ შექმენ, იცი რა ღირს. გადაიხდიან ფულს. არა ძმაო, ვერ გადაიხდიან. მაშინ აზრი არ აქვს. სად აქვთ მაგდენი? მაშინ ჩვენ უნდა უყუროთ აი ამის ნელ-ნელა ჩაცხრობას, ამ სიგიჟეების აგონიას. მე არ ვიცი, კარგი დაუშვათ ჩვენზე დიდი გული აქვს და ქართულ ოცნებაზე და ჩვენ 1.250.000 ამომრჩეველი არაფრად არ მიაჩნიათ და რაღაცა დასავლეთი ჩვენს ხარეს არის. ამერიკა სულ უფრო და უფრო გამოაჩენს თავის მათთვის კბილებს. ანუ სავსებით შესაძლებელია ვიხილოთ სურათი, რომ პუტინი ხელს ართმევს ტრამპს, ტრამპი პუტინს უღიმიან ერთმანეთს და ზოგადად გადატვირთვაზე ჩარიჩობენ. სანქციების მოხსნა, ვაჭრობის აღდგენა, უკრაინაში მშვიდობა და გაყოფა რა რაღაც თქვათ სოფლიოს სიციქრინება. აი ამას როგორ გადაიტანენ? ანუ მზად უნდა იყვნენ მაშინ ასეთი რაღაცეებისთვის რა. კი ბატონო. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ხვალ გვეყოლება ხო ის? ჩვენი ძმა. ახლა გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.